ბობ სორჯი. ტკივილი, გაურკვევლობა და განდიდება. იობის წიგნის წინასწარმეტყველური ახსნა. თავი მეხუთე. იობი ეთაყვანება. წავიკითხოთ იობის წიგნის პირველი თავის მუხლები მე-18-დან 21-ს ჩათვლით. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: შენი ძენი და შენი ასულნი ჭამდნენ და ღვინო სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში და დიდი ქარი ამოვარდა უდაბნოდან, ეწგერა სახლის 4-სავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მეღა დავჭი შენთვის ამბის მომტანი. და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი და გადაიპარსა თავი და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა და თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო, კურთხეულ იყოს უფლის სახელი. აქ თაყვანისცემა ნახსენებია პირველად და ამ შემთხვევაში იგი უმაღლეს ხარისხში მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს თაყვანისცემის ჭეშმარიტი ბუნების გაგების საძირკველს. იესომ თქვა, იოანეს სახარების მე-4 თავის 23 მუხლში ვკითხულობთ, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისცემლებს ეძებს თავისთვის. სხვა სიტყვებით, მამა არ ეძებს თაყვანისცემას, იგი ეძებს თაყვანისმცემლებს. რას ნიშნავს იყოთ თაყვანისმცემელი? ჭეშმარიტი თაყვანისცემის გამოცდა. თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ, ხართ კი ნამდვილი თაყვანისმცემელი კვირას დილას ეკლესიაში გამგზავრების წინ. ნებისმიერ შეუძლია ეკლესიაში თაყვანისცემა კვირის დილას საკვირაო შეკრებებზე. ქრისტიანები იკრიბებიან წმიდა შეკრებაზე, მუსიკოსები იღებენ ხელში მუსიკალურ ინსტრუმენტებს, თაყვანისცემის ლიდერიც მზადყოფნაშია, უკვე მომზადებულია გალობათა სია და გალობლებმაც უკვე ილოცეს და ანთებულნი არიან და თუ კვირის დილას ეკლესიაში თქვენ არ შეგიძლიათ თაყვანისცემა, მაშინ თქვენ ქვა ხართ. ნება მომეცით აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გაიგოთ, ხართ თუ არა თაყვანისმცემელი. როცა თქვენი სამყარო საძირკველი ინგრევა და ყველაფერი, რაც კი ოდესმე იცოდით, იწყებს დანგრევას გარშემო და ამასთან თქვენ არც გესმით თუ რატომ განიჭებთ ყველაფერი ასეთ ტკივილს, რას გააკეთებთ მაშინ? დაეცემით კი მუხლებზე თქვენი შემოქმედის წინაშე და დაუწყებთ კი მას თაყვანისცემას? თუ ყურს მიუგდებთ იმ ხმას, რომელიც ღმერთს ადანაშაულებს და შემდეგ დაიწყებთ რისხვას მასზე, რას დაიწყებთ? თაყვანისცემას თუ წყევლას? იობი თაყვანისცემის უდიდესი მაგალითია. როცა მას ყველაფერი წაერთვა, მისი 10-ვე შვილის ჩათვლით იგი დაეცა ღმერთის წინაშე და მას თაყვანისცა და შენიშნეთ, რა თქვა მან. იობმა განადიდა ღმერთის სახელი. ღმერთის სახელი წარმოადგენს მის ხასიათს, მის პიროვნულობას, იმას თუ ვინაა იგი სინამდვილეში ყველა მისთვის დამახასიათებელი დიდებული თვისებებით. მე ერთხელ გადავიტანე ძალიან მძიმე პერიოდი ცხოვრებაში, როცა არ შემეძლო არც მისი საქმეების განდიდება, არც მადლიერების გამოხატვა მისი გზებისათვის, რამე თუ როცა შევხედე მის ქმედებებს ჩემს ცხოვრებაში, ისინი მეტად მტკივნეული იყო და მივყავდი უკიდურეს ღონება მიხდილობამდე. მისი გზები ჩემთვის მეტად დამანგრევებლად მიმაჩნდა, თუმცა მოგვიანებით დავინახე, რომ ისინი მეტად ჭკუის სასწავლებელი იყო. იმ წყდიათში ყოფნის დროს მე არ გამაჩნდა ხოტბა დიდების სურვილი გულში, რათა მედიდებინა მისი საქმეები, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, მე შემეძლო წარმომეთქვა იობივით და იყოს წმინდა სახელი შენი. მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რაოდენ მძიმეა ეს, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვა, დიდებული იყოს შენი სახელი, ღმერთო. სხვა სიტყვებით თქვენ ეუბნებით უფალს, მე ვიცი რომ შენ მართალი ხარ, მე ვიცი რომ შენ სამართლიანი ხარ, მე ვიცი რომ შენ მოწყალე ხარ, თუმცა მე მეჩვენება რომ ამ წუთას შენ ხარ უსამართლო და უმოწყალო. ამიტომ მე ხოტბა დიდებას გასხამ იმისათვის, თუ როგორი ხარ შენ და ვადიდებ შენ სახელს. ჭეშმარიტი თაყვანისცემა არ განიცდება კვირას დილას ეკლესიაში, იგი განიცდება ორშაბათს დილას, როდესაც თქვენ სამსახურში მიდიხართ ამ წინა დაუცვეთელ ფილისტიმელებთან. ჭეშმარიტი თაყვანისცემა განიცდება ყოველდღიური ცხოვრების ბრძმედის ქურაში. თაყვანისცემა და ლოცვა. მამა ღმერთი ჩვენგან თაყვანისმცემლებს ამზადებს. იობის მსგავსად, რომელიც ცხოვრების უდიდეს პრობლემებს ხვდება სულში და ჭეშმარიტებაში თაყვანისცემით. იობი მთელ წიგნში იკავებს თაყვანისმცემლის პოზიციას და როგორც თაყვანისმცემელი, იგი მუდმივ ლოცვაში ცხოვრობს. თაყვანისცემა ლოცვის ერთ-ერთი გამოხატვა. იობმა თქვა, რომ უშჯულო არის ის, ვინც ამბობს, 21 თავის მე-15 მუხლი,
რა არის ყოვლადწლიერი რომ ემსახუროთ? ამიტომ სწორედ უშჯულოების ხმა ცდილობს გვიკარნახოს ჩვენ, რომ ჩვენი ლოცვები უსაფუძვლოა. და მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ღმერთს არ ესმის, იობი არ ჩერდება და ლოცულობს. არასოდეს არ შეწყვიტოთ მიმართვა ღმერთთან. ღმერთი პასუხობს იმას, ვინც მიმართავს თავის სახეს მისკენ და მოხმობს მას შეუწყვეტლად. იობი შეუჩერებლად აგრძელებს თავისი გულის მიძღვნას ღმერთისთვის მანამდე, სანამ ღმერთისგან არ მოვიდა პასუხი. აი რაშია იობის გადარჩენა. იგი აგრძელებდა ლოცვას, კვლავ და კვლავ იგი მიმართავდა თავის მზერას ღმერთისკენ. იობი, ეს გახლავთ ერთ-ერთი პიროვნება წიგნში, რომელიც ლოცულობს. იობის მეგობრები ბევრს მსჯელობენ ღმერთზე, მაგრამ არ მიმართავენ მას. იობის მეგობრები საუბრობდნენ ღმერთზე, იობი კი მიმართავდა ღმერთს. საინტერესოა რა მოხდებოდა იობის მეგობრებს იმის მაგივრად, რომ იობთან ღმერთზე ესაუბრათ, ღმერთთან იობზე რომ ელაპარაკათ. ღმერთი წინ წევს თაყვანისმცემლებს. იობი გახდა კანდიდატი ამაღლებისათვის, რამე თუ იგი ყოველ ნაბიჯზე ღმერთს ეთაყვანებოდა მთელ ამ პროცესში. პირველ რიგში მან მოქმედება დაიწყო როგორც თაყვანისმცემელმა, რომელმაც იცოდა თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით. პირველი თესალონიკელთა მეოთხე თავის მეოთხე მუხლი და რეგულარულად სწირავდა მსხვერპლს თავისი ოჯახისათვის. ღმერთი ეახლა იობს იმიტომ, რომ იგი იყო თაყვანისმცემელი და ნებადართო დაწყებულიყო პირველი გამოცდა. პირველი გამოცდის საპასუხოდ იობის მხრიდან კვლავ თაყვანისცემა იყო და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი და გადაიპარსა თავი და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა. სწორედ იობის პასუხმა გამოხატულმა თაყვანისცემაში ამ კრიტიკულ მომენტში ჩააგდო იობი ყველაზე დიდ გამოცდაში, რასაც შემდგომ თავებში აღწერილი, იგულისხმება მისი ფიზიკური უძლურება. თაყვანისმცემლებო ფრთხილად იყავით, საშიშია იყო თაყვანისმცემელი, როცა თქვენ ამ მაგალითს მისდევთ, საყოველთაოდ მიუძღვნათ თქვენი გული ღმერთს, მოემზადეთ, მას შეუძლია ძალიან ადვილად მიიღოს იგი. ჩვენ ძალიან მოგвწოს ყველაფერი, რაც გაგვაჩნია მივცეთ იესოს, სანამ იგი ამას მიიღებს. თაყვანისმცემელი, რომელიც მუდმივად აძლევს თელ თავის არსებობას ღმერთს, ცეცხლთან თამაშობს, რომელიც მეტად უფრო მხურვალეა, ვიდრე იგი ამას აღიქვამს. თაყვანისმცემლები, რომლებიც მუდმივად ღმერთს მიმართავენ, რათა მეტი მიიღონ მისგან, თავიანთ ლოცვებზე პასუხს იღებენ მისგან. ისინი განიცდიან საკუთარ თავზე უდიდეს მხურვალებას.